დილამშვიდობის მოგესალმებით, კომერსანტის დილა ეთერში. დღეს რუბრიკის დრო გვაქვს, ოთხშაბათია და აუცილებლად უნდა ვისაუბროთ თემაზე, როგორ ვიზრუნოთ სამეზობლოზე სიტიკომთან ერთად. ჩვენ დღევანდელი გადაცემის და თემა გახლავთ რეფერალური პროგრამა სამეზობლოებში და ჩვენი სტუმრები ნათია ორახელაშვილი, კომპანია სიტიკომის აკაუნტ მენეჯერი, ასევე ნინი მწარიაშვილი, კომპანია სიტიკომის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. მოგესალმებით პირველ რიგში და მადლობა მოგზაურობისთვის. მოდით თავდაპირველად ამ პროგრამასთან დაკავშირებით მისი არსი გავიკოთ, ხომ რა არის ეს, საიდან გაჩნდა პირველ რიგში იდეა რეფერალური პროგრამის და мотивация ამ პროგრამის შექმნის. ეთილი, პრინციპში რეფერალური პროგრამის შინაარსი ალბათ ყველას გაგონილი ექნება და წარმოდგენა შექმნილი ექნება, რაც შეიძლება ნიშნავდეს, თუმცა ჩვენ შემთხვევაში ჩვენც გადავწყვიტეთ ერთგვარი ესეთი ამბასადორ როლი, ანუ რეფერალური პროგრამა შეგვექმნა სიტიკომში, რადგან დიდი მოთხოვნა იყო ჩვენი მომხმარებლებისგან პირველ რიგში და ასევე შინაარსობრივადაც ძალიან ახლოს იყო ეს თანამშრომლობის მოდელი ჩვენს პროდუქტთან ციფრულ სამეზობლოებთან, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის, აი ჩვენი სლოგანი როგორც არის, ზრუნვის გაზიარება, რომ თვითონმა მეზობელმა, რომელიც უკვე არის სიტიკომის მომხმარებელი და სიტიკომის სამეზობლოს წევრი, ასე ვთქვათ, გააზიაროს ეს ღირებულებები დანარჩენ ხალხში, დანარჩენ სამეზობლოებში და ჩვენი მიზანიც არის მაქსიმალურად ყველა სამეზობლო ციფრული გახდეს. ხოლო ამ შემთხვევაში პირველ რიგში მეზობლები, კორპუსის მენეჯერები, თავმჯდომარეები არიან, ასე ვთქვათ, აი ამ ზრუნვის ამბასადორები, სიტიკომის ამბასადორები და ჩვენს პრაქტიკაში ბევრი ესეთი შემთხვევა ყოფილა, როდესაც სრულიად ანაზღაურების და ყველაფრის გარეშე, მარტო აი ეს დადებითი გამოცდილების ფარგლებში, ბევრი ჩვენი მომხმარებელი ყოფილა ისეთ შემთხვევაში, რომ მოუყვანია დამატებით სხვა სამეზობლოები და თავად ჩართული იყო აი ამ პროცესში, როდესაც ორგანიზდებოდა კრებები და შემდგომ ეს სამეზობლოები უკვე სიტიკომის მომხმარებლები ხდებოდნენ. ამიტომ ჩვენ აი მოვიფიქრეთ ესეთი მოდელი, რომ უკვე ამ ხალხს რაღაც დამატებითი ბენეფიტი შევძინოთ აი ამ ქმედებებისთვის, რასაც ისინი აკეთებენ და აზიარებენ ზრუნვაში. კი ბატონო, მოდით უფრო დეტალურად გითხარით სიტიკომის შემთხვევაში, ვთქვათ, რას მოიცავს რეფერალური პროგრამა და აი როდიდან დაიწყეთ და როგორ არის ის ვთქვათ, აი პროცესი თავად რომ დავინახოთ. უშუალოდ პროგრამა ოფიციალურად ჩაეშვება ხვალინდელი დღიდან. სულ ახალი ამბავია. კი, სულ ახალი ამბავი არის. ახლა ხანს შევიმუშავეთ ეს მოდელი. შინაარსობრივად რომ ვთქვათ, მარტივი არის წესები, ესე ვთქვათ. თითოეულ ადამიანს, ნებისმიერ ადამიანს, ვინც სიტიკომის მომხმარებელი არის, მეზობელს, შეუძლია გახდეს სიტიკომის ამბასადორი და შესაბამისად ჩართოს სიტიკომის სისტემაში სრულიად ახალი სამეზობლო, რომელიც მზად არის იმის რომ აი ეს ტრანსფორმაცია განიცანონ და ციფრულ სივრცეში გადავიდნენ, შეაგროვონ თანხები სიტიკომის პლატფორმის მეშვეობით და საკმარისი არის ეს სამეზობლო დარეგისტრირდეს ჩვენთან და შესაბამისად ამბასადორი ადამიანი, ვისგანაც დაფიქსირდა ეს მოთხოვნა, მიიღებს ბენეფიტს, რომელიც შეიძლება იყოს 600 ლარის ფარგლებში, ანუ 600 ლარამდე არის შესაძლებელი, რომ ამ ადამიანმა მიიღოს თითოეულ, ასე ვთქვათ, ჩართულ სამეზობლოზე. კი ბატონო, მოდით ნათიას ვკითხავ ამბასადორთან დაკავშირებით კონკრეტულად ანაზღაურების ნაწილზეც. მე როგორც მივხვდი, არ არის აუცილებელი ეს ადამიანი იყოს სამეზობლოს თავმჯდომარე, ანუ კონკრეტულად ვინ შეიძლება გახდეს სიტიკომის ამბასადორი ამ პროგრამის ფარგლებში და ანაზღაურების ნაწილი იმიმაც ახსენა, თუმცა თქვენ კიდევ ერთხელ გითხარით, თქვათ რა პირობებით ხდება საბოლოო ჯამში ეს ბენეფიტი მათთვის. კი ბატონო. პირველ რიგში გეტყვით, რომ არ არის აუცილებელი ის კონკრეტული პირი იყოს თავმჯდომარე, თუნდაც ის საკომუნიკაციო და აქტიური პირი, ვინც ჩვენთან არის ურთიერთობაში მენეჯერის მხრივ, ნებისმიერი მეზობელი, რომელიც პირიქით დაეხმარება სხვა მეზობლებს და გაუზიარებს, რომ ერთად ზრუნვა კარგია, კომფორტულია და მარტივია სიტიკომთან ერთად, ბუნებრივია არ აქვს მნიშვნელობა, შეიძლება მეც პირობითად ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა ჩემს მეგობრებს, ნათესავებს და ასე შემდეგ გურჩიო, რომ ჩაერთონ სიტიკომში და მე დამატებითი ბენეფიტი მივიღო, რომელიც როგორც ნინი ახსენა, 600 ლარამდე შეიძლება რომ გამოიმუშაონ ამ შემთხვევაში. კი ბატონო. თუ არის ლიმიტი, ვთქვათ, რამდენ სამეზობლოს მოიწევს და აინტერესებს ამ შემთხვევაში ამ პროცესთან? არა, ნამდვილად არ არის ლიმიტი, რადგან რაც უფრო მეტი სამეზობლო იქნება, ასე ვთქვათ, მის
მისი მხრიდან ჩართული და გახდება სიტიკომელი, ბუნებრივია მის ანაზღაურებაზეც იმოქმედებს. ამიტომ ამ შემთხვევაში ლიმიტზე არ არიან შეზღუდულები და პირიქით მათთვისაც უკეთესი იქნება, რაც მეტი სამეზობლო იქნება მათი მხრივ დაინტერესებული სიტიკომის მომსახურებით. კი ბატონო და მოდით ნინი ისევ თქვენ გითხარით, რაიმე გარდა ვთქვათ აი ამ კონკრეტული ბენეფიტისა, რამე დამატებითი შესაძლებლობები თუ უჩნდება სიტიკომის ამბასადორს ამ შემთხვევაში. რა თქმა უნდა, უმთავრესი მსხვილი ბენეფიტი არის ფულადი ეს ჯილდო, რასაც თითოეულ სამეზობლოზე და თითოეულ ოჯახზე მიიღებს თვითონ ამბასადორი, მაგრამ გარდა მაგისა, როგორც ჩვენ უკვე ბევრჯერ ვახსენეთ, ჩვენ რუბრიკის ფარგლებში ძალიან ბევრი მომიჯნავე პარტნიორი კომპანია გვყავს, რომელიც მზად არის ასევე აი ამ ადამიანებს გაუზიაროს სხვადასხვა ბენეფიტები უკვე თავისი მხრიდან. რაც ძალიან დასაფასებელი და მნიშვნელოვანი არის ასევე რომ ადამიანი, რომელიც ერთობა სიტიკომში, არა მხოლოდ უკვე რაღაც ჩვენ კონკრეტულ პროდუქტს მოიხმარს მხოლოდ, არამედ ხდება აი ამ community-ის და სიტიკომის ეკოსისტემის წევრი, რომელიც შეიცავს ბევრ პროდუქტს, ბევრ კომპანიას და ბევრ სხვადასხვა ბენეფიტებს შესაბამისად და ჩვენი უმთავრესი მიზანი არის აი ჩვენს მომხმარებლებს შევძინოთ ბენეფიტები დამატებით იმ საქმიანობისთვის, რასაც ისინი სამეზობლოებში აკეთებენ და ერთ-ერთი არის, რა თქმა უნდა, ანაზღაურების ნაწილიც და შესაბამისად ეს პროგრამაც პირველ რიგში ამას ემსახურება. და სტიმული იქნება დარწმუნებული ვარ. თუ გავრცელეთ ანუ ეს ინფორმაცია, თუ არიან სიტიკომის სამეზობლოს წევრები უკვე ინფორმირებული, რომ ხვალიდან ეს ახალი შესაძლებლობა ჩნდება და რამდენად ელოდებით აქტიურობას. პრინციპში თქვენ ახსენეთ, რომ თავად წამოვიდა რაღაც ინიციატივები, მაგრამ მაინც რა მოლოდინი გაქვთ? ასე ვთქვათ, ოფიციალური დაანონსება ახლა მოხდა დღეს ამ რუბრიკის შემდგომ უკვე უშუალოდ მოხდება ჩვენი მეზობლების და ჩვენი მომხმარებლების ინფორმირება ამ პროგრამის შესახებ. მოლოდინი ჩვენ გვაქვს დიდი, იმიტომ რომ როგორც ახსენეთ, მოთხოვნა ზუსტადაც მომხმარებლებისგან შემოვიდა პირველ რიგში. და რა ვიცი, აქამდე ამას ეს ადამიანები სრულიად ანაზღაურების გარეშე აკეთებდნენ, ამიტომ ვფიქრობთ, რომ ეს დიდი სტიმული იქნება მათთვის, რომ კიდევ უფრო რაღაც აქტიურად იყვნენ ამ ზრუნვის გაზიარებაში ჩართულები და პირველ რიგში დიდ წარმატებას ვუსურვებთ და დიდ მადლობას ვუსურვებთ, რომ ესეთ კარგ საქმეს აკეთებთ. კი ბატონო, დიდი მადლობა, თქვენ წარმატებებს გისურვებთ, ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებს დამატებითი мотиваცია შეუქმნათ იმ ზრუნვისთვის, რაც ისედაც როგორც ჩანს ფიქსირდება თქვენი სამეზობლოების მაგალითზე. დღეს ჩვენ ვისაუბრეთ, შეგახსენებთ, რომ რეფერალურ პროგრამასთან დაკავშირებით სამეზობლოებში, რომელიც სიტიკომის ინიციატივით იწყება და ჩვენი სტუმრები გახდნენ ნათია ორახელაშვილი, კომპანია სიტიკომის ეკაუნთ მენეჯერი, ასევე ნინი მწარიაშვილი, კომპანია სიტიკომის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. რუბრიკის ფარგლებში ერთი კვირით მომავალ 4 შაბათამდე გემშვიდობებით, ნახვამდის.